ეს კავშირია ყოველდღიური, რუტინულიც, საქმიანიც, რომანტიკულიც, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება არ არსებობს. კავშირი ნდობა. საიმედო კავშირს კი გამართული საკომუნიკაციო ქსელი და ტექნოლოგია სჭირდება. მაგრამ ეს ისტორია მხოლოდ ტექნოლოგიებზე არ არის. ეს ადამიანებზეა. მათზე, ვინც ყოველ დღე და ღამე ათასობით ადამიანს აკავშირებს. მათზე, ვინც იცის, რომ კავშირის უწყვეტობა უსაფრთხოებას ნიშნავს. თქვენ ხედავთ შედეგს. პროცესში კი ბევრი რამ სხვაგვარადაა. ნამდვილი ამბები ხშირად კადრს მიღმარჩება. ამიტომ გაჩვენებთ პროცესს. შეგახედებთ კულისებში, სადაც იქმნება ის, რაზეც კავშირი და კომუნიკაცია დგას. დროსთან ერთად ქალაქების იერსახე იცვლება. ახალი მშენებლობები მობილური კავშირის ხარისხზე უარყოფით დაისახება და დაფარვის გაძლიერების საჭიროებას აჩენს. მაღალსართულიანი კონსტრუქციები მოქმედ საბაზო სადგურებს ეღობება და სიგნალს ასუსტებს. გარდა ამისა, კონკრეტულ არეალში, ახალ დასახლებებში აბონენტების მატება ტრაფიკის მკვეთრ ზრდას იწვევს, რაც არსებულ საბაზო სადგურზე დაგეგმილ დატვირთვას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამ დროს ჩნდება ახალი სადგურების განთავსების საჭიროება. ყველაფერი დაგეგმვით იწყება. სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქსელი გვაქვს. მუდმივად მუშაობთ განვითარებაზე. ვიყენებთ ჭკვიან სისტემებს. შექმნილი გვაქვს ქსელის ვირტუალური ანალოგი, სადაც სიგნალების სიმულაციით ვადგენთ ყველაზე ოპტიმალურ და უსაფრთხო ლოკაციებს. დრონის მეშვეობით მოკვლეული ტერიტორიის ანალიზზე დაყრდნობით დგინდება სადგურისთვის შესაფერისი ადგილი. შემდეგ მზადდება ტექნიკური პროექტი. ხდება უსაფრთხოების საკითხების შესწავლა, ელექტრომაგნიტური ველის შემოწმება. ქალაქებში სადგურების შენობების სახურავებზე ან ბოძებზე მონტაჟდება. ჩართვის შემდეგ რეალურ პირობებში მოწმდება ხარისხი დრაივ ტესტისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე. რეგიონებში, სადაც ძირითადად დაბალი შენობებია, სადგურის განსათავსებლად ანძების დადგმაა საჭირო. შედეგად ვამონტაჟებთ ანძას, ძლიერ და გამძლე კონსტრუქციას. პროცესი განსაკუთრებით ძნელდება რთულ რელიეფზე და მიუვალ ადგილებში. ეს მაგთის მოძრავის საბაზო სადგურებია. მანქანებზე დამონტაჟებული მობილური სადგურები ხალხის თავშეყრის ადგილებში იგზავნება, როგორიცაა კონცერტები, სპორტული ღონისძიებები. იქ, სადაც გაზრდილი ტრაფიკის გამო საჭიროა სიგნალის გაძლიერება. სტიქიური მოვლენების, სამძებრო და სამაშველო სამუშაოების დროს კავშირის უზრუნველყოფა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ასეთ კრიტიკულ მომენტებში მაგთიკომის მობილური სადგური მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგებული მაგთის 5G ქსელი მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ის საშუალებას აძლევს ყველას სრულფასოვნად გამოცადონ ამ ტექნოლოგიის უპირატესობები. გაზრდილი სიჩქარე, დაბალი დაყოვნება და ქსელური სტაბილურობა. მაგთის 5G ქსელის პიკური სიჩქარე 2000 მეგაბიტ წამამდე იდეალურია დიდი ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვისთვის, ვიდეო სტრიმინგისა და ინტენსიური ონლაინ აქტივობებისთვის. მაგთის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან საქართველოში და მას ყველაზე ფართო დაფარვის არეალი აქვს. 5G ტექნოლოგიის ტევადობის პირობებში ქსელს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად მოემსახუროს 1 მილიონამდე მოწყობილობას 1 კვადრატულ კილომეტრზე. ეს 100-ჯერ მეტია ვიდრე 4G-ს შეეძლო. შედეგად ხალხმრავალ ადგილებშიც კი მაგთის აბონენტებს შეუძლიათ იყვნენ მუდმივად ონლაინ. ტექნოლოგიურმა წინსვლამ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შექმნა ახალი შესაძლებლობები, არამედ საქართველოს საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა. 2025 წლის მონაცემებით მაგთის მობილური ქსელი ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ 10-ში მე-6 ადგილზე დასახელდა. 5G ტექნოლოგია საწარმოო სექტორს მანქანებისა და პროცესების რეალურ დროში მონიტორინგის და მართვის შესაძლებლობას აძლევს. მაგთიკომის B2B დეპარტამენტი კორპორაციულ მომხმარებლებს უკვე სთავაზობს NB-IoT სერვისს, რომელიც დიდი რაოდენობით IoT მოწყობილობების საიმედო და ეფექტურ კავშირს უზრუნველყოფს, როგორებიცაა ჭკვიანი მრიცხველები, გარემოს სენსორები და ინდუსტრიული მონიტორინგის სისტემები.
ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის აშენება გულისხმობს როგორც მიწისქვეშა საკაბელო კომუნიკაციების მოწყობას, ისე საჰაერო გზით კაბელების გაყვანას. სანამ კავშირი შედგება და ინფორმაცია ადრესატამდე მიაღწევს, ამ გზას მონაცემები ბოჭკოვან კაბელში გადის. ახალი დასახლებები ახალი ლოკაციების დაქცევის საჭიროებას აჩენს. საპროექტო ჯგუფი ვიკვლევთ არეალს, სადაც მოსახლეობა ფიქსირებული სერვისებით ჯერ არ სარგებლობს. მაგთიკომის საკუთრებაში არსებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უახლოესი წერტილიდან ვადგეთ ოპტიმალურ პროექტს უსაფრთხო და საიმედო ქსელისთვის. გითვალისწინებთ რელიეფს, არსებულ კომუნიკაციებს, არეალის განვითარების პერსპექტივებს და სხვა ფაქტორებს. აუცილებელი სანებართო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ვაშენებთ პროექტით დაგეგმილ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც მოსახლეობას მივოცით სერვისს. ოპტიკური ქსელის მოსაწყობად საჭიროა მიწისქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ტრასებზე, რეგიონებში, გვირაბებში თუ ქალაქის უბნებში. ზოგ დასახლებულ პუნქტებში საჰაერო ქსელი ეწყობა. შემდეგ იწყება მშენებლობის ეტაპი. მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების მომზადების სამუშაოები, სადაც საკაბელო მილები უნდა განთავსდეს. ამ მილებმა დროს უნდა გაუძლოს და კაბელიც ისე უნდა შეინახოს, რომ წლებმა ვერ დააზიანოს. ქსელის განშტოებისთვის შენდება ჭები, რომლებიც მილებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ ჭების მეშვეობით არხებში უმათავსებთ კაბელებს. საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ქსელი მზად არის აბონენტების ჩასართავად. თუ საჰაერო ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, კაბელი აბონენტამდე ბოძების მეშვეობით მიყვავს. ტესტირების ფაზაში მოწმდება მონაცემთა მიმოცვლა, რათა დადასტურდეს კავშირის სტაბილურობა. ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია კაბელის აბონენტამდე მიტანა. ინტერნეტ კავშირის უზრუნველსაყოფად კორპუსში გამანაწილებელი მოწყობილობიდან კაბელი თითოეულ ბინამდე მიდის. მობილური ქსელის მოსაწყობადაც სიგნალის სადგურამდე მისატანად საკაბელო და რადიოსარელეო ინფრასტრუქტურა გამოიყენება. ქსელი ცოცხალი ორგანიზმივითაა. მუდმივად სჭირდება მოვლა, მოდერნიზაცია და რეაგირება მაშინ, როცა რამე არასწორად მიდის. ინტერნეტის ხანმოკლე შეფერხებაც კი ჩვენ ყოველდღიურობას საგრძნობლად ცვლის. ამ დროს პირველ რიგში დგინდება მაგისტრალური ხაზის დაზიანებაა ეს, თუ ლოკალური კონკრეტულ უბანზე შექმნილი პრობლემა. მაგისტრალის დაზიანებები როგორც წესი გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით. წაქცეულმა ხეებმა ან მიწის სამუშაოების შედეგად გადაჭრილმა კაბელებმა შეიძლება გაცილებით დიდი არეალი დააზიანოს. ასე დროს პროცესს ართულებს და ახანგრძლივებს მიწისქვეშა მილების შეცვლა ან საჰაერო მაგისტრალების აღდგენა. იმისათვის, რომ მაგთიკომის საკომუნიკაციო არხები არ დაზიანდეს, მუნიციპალიტეტისარეაბილიტაციო სამუშაოებიც მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. ხანდახან დაზიანების აღმოფხრაში უამინდობაა ხელისშემშლელი, რადგან ელექტროგადამცემ ბოძებზე მუშაობას უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტები აქვს და ქარსა და წვიმაში სამუშაოები კანონმდებლობით იკრძალება. თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აბონენტებს მაქსიმალურად სწრაფად აღუდგეთ კავშირი. ზოგჯერ რთულად მისადგომ ადგილებში მისვლაა საჭირო, სხვადასხვა სიმაღლის ანძებზე ასვლა, ზოგჯერ საკომუნიკაციო ჭებთან მუშაობა. ამიტომ მუდმივად მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტები და წესები. ეს არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებსაც თანამშრომლები იყენებენ სამუშაოების შესრულების დროს. თანამშრომლებს სისტემატურად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების ტრენინგი. დღეს, როცა დრო ყველაზე ფასეული რესურსია, ინტერნეტისა და ტელევიზიის შეკვეთისთვის ხშირად ირჩევენ მაგთის თანამედროვე ონლაინ პლატფორმას. როგორც კი აბონენტისაგან მიღებული შეკვეთა პროგრამაში გვიფიქსირდება, ვამოწმებთ შეკვეთის მონაცემებს, ვაზუსტებთ მისამართის ჩართვადობას, უკავშირდებით აბონენტის დეტალების დასაზუსტებლად, ვუდასტურებთ შეკვეთას და გადავცემთ ინსტალაციის დაგეგმვის ჯგუფს. აბონენტს ეგზავნება შეტყობინება ვიზიტის ზუსტ თარიღსა და დროსთან დაკავშირებით. საჭირო მასალები ლოჯისტიკის ცენტრიდან გაიცემა. ეს უზარმაზარი სივრცე ლოჯისტიკის ცენტრია. აქ ყველაფერი ინახება, ჭანჭიკიდან დაწყებული საბაზო სადგურებამდე. ამიტომ საჭირო მასალები ყოველთვის დროულად არის ხელმისაწვდომი. აქ სპეციალური მოძრაობის და განაწილების წესებია, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად შეივსოს მარაგები, მიზნობრივად დასაწყობდეს და გაიცეს მასალები. აბონენტის შეკვეთისთვის საჭირო მასალები იტვირთება მანქანაში, მოწმდება ეკიპირება და ჯგუფი გადის შეკვეთის ადგილზე. ბინაში ოპერატიულად ხდება სამონტაჟო სამუშაოები. აბონენტების მოლოდინებისა და სურვილების გათვალისწინებით მომსახურების ხარისხი მუდმივად იხვეწება. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგის სამსახურში ყოველდღიურად ვახდენ ზარების მონიტორინგს და მომსახურების ხარისხის შეფასებას. ეს პროცესი მოიცავს აბონენტთან საუბრისას მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს და დახმარების ოპერატიულობის შეფასებას. ეს მაგთის ოფისებია, ქალაქის თითქმის ყველა უბანში და ქვეყნის ყველა რეგიონში. მაგთის წითელ ფერს ყველა ცნობს, უკვე ტურისტებიც. Look, there's a red one.
They told us this one works everywhere. We should get a sink here. Would have been better if you remembered at the airport. It was right at the exit. მონიტორინგის სამსახური აქაც ყველა დეტალს აკვირდება, რომ მომსახურების პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს აბონენტებისთვის. ოფისიდან გასულ აბონენტს ვირეკავთ მონიტორინგის სამსახურიდან და ვამოწმებთ, რამდენად კმაყოფილია მიღებული მომსახურებით. აბონენტის უკავშირის მიხედვით იგეგმება სერვისებისა და პროდუქტების დახვეწა და გაუმჯობესება. აბონენტების ყველა მომართვა თუ შენიშვნა სათაო ოფისში იგზავნება და ელექტრონულ სისტემაში ერთიანდება. ახალი პროდუქტის შესაქმნელად იდეების გენერაცია მარკეტინგის დეპარტამენტში იწყება. აქ მუშავდება ინოვაციური და კრეატიული კონცეფციები. იდეის სრულყოფისთვის კი მომდევნო ეტაპზე ერთვება IT, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეპარტამენტები. თითოეული ახალი პროდუქტი სამომხმარებლო ბაზრის კვლევას და ანალიტიკას ეფუძნება. შერჩეული იდეა პროექტის სახეს იღებს და იწყება განხორციელება. მზადდება პროდუქტის დეტალური აღწერილობა და მისი ტექნიკური მხარე. იგეგმება ბაზარზე გატანის მარკეტინგული კამპანია და კომუნიკაციის სტრატეგია, რასაც მოსდევს გაყიდვების ჯგუფის ტრენინგი. წინახაზი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. 24 საათიან საინფორმაციო მომსახურების ცენტრს, რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისების ფართო ქსელს, როუმინგის მომსახურებისა და ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურებს. ეს მაგთიკომის წინახაზია, ადგილი, სადაც სულ ზარი ისმის. ზოგი ონლაინ მიმოწერას ამჯობინებს. ეს iMagti ჩატია, ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომსახურება. დროს არ აქვს მნიშვნელობა, არც იმას კვირის რომელი დღეა. მაშინაც კი, როცა ყველას ძინავს, აქ ფხიზლად არიან. სადღესასწაულო დღეებშიც კი, როცა ყველა სამზადისითაა დაკავებული, მორიგე ჯგუფის წევრები აბონენტების ზარებს პასუხობენ. ამ ფლიგელში კიდევ ბევრი მორიგია და ისინიც სატელეფონო თუ ონლაინ კავშირზე რჩებიან. მე ვარ ლაშა მეტრეველი, მორიგე ჯგუფის წევრი. როგორც სასწრაფო დახმარების შემთხვევაში, აქაც მუდმივ ზადყოფნაში ვართ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ობიექტზე გასასვლელად. ხშირად სამუშაოები ღამის საათებში იგეგმება იმისთვის, რომ არ შეფერხდეს სატრანსპორტო მოძრაობა და ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ეს პროცესის ის ნაწილია, რომელიც აბონენტისთვის უხილავია, თუმცა სწორედ ამის შედეგად მუშაობს ქსელი სტაბილურად და გამართულად. ეს მონაცემთა შენახვის და დამუშავების ცენტრია, სადაც მობილური და ფიქსირებული ქსელის მონიტორინგის პროცესი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. აქ უწყვეტ რეჟიმში ვაკვირდებით სისტემის პარამეტრებს იმისთვის, რომ არ გამოგჭეს არც ერთი შეტყობინება, მინიშნება, რაც ქსელის შესაძლო შეფერხებაზე შეიძლება მიუთითებდეს. ყველაზე დიდ გამოცდას ქსელი მაშინ გადის, როცა გარემოებები უკიდურესად რთულდება. ეს იშვიათად ხდება, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ზოგჯერ მოვლენები არაპროგნოზირებადია. ხშირად მაგთიკომის სერვისების შეფერხების მიზეზი სტიქია, ან სხვისი ინფრასტრუქტურული პროექტების პროცესში შემთხვევით გადაჭრილი სადენები. ახლაც ასე მოხდა. კავშირი შეწყდა. ცხელხაზზე ზარები არ წყდება. აბონენტები ცდილობენ გაარკვიონ, როდის აღდგება კავშირი. ასე დროს მათი ბრაზი გასაგებია. ოპერატორებიც მოთმინებით იღებენ საყვედურებს. ყოველ წუთს ამოწმებენ სერვისის სტატუსს. თავადაც უნდათ მალე უპასუხონ, სერვისი აღდგენილია, მაგრამ ეკრანზე ისევ სიცარიელია, ჯერ სიჩუმეა. სიჩუმის მიღმა კი მართვის ცენტრში სპეციალისტები უწყვეტად აგრძელებენ მუშაობას. სადგურის აღსადგენად ღამის 4 საათზე გასულ ტექნიკოსებს უკავშირდებიან, რომელთაც ჩახერგილი გზა მანქანით რომ ვერ გაიარეს, მძიმე დანადგარების ატანა ცხენებით უწევთ. სადგურის ადგილზე შეკეთება არ ხერხდება. ქალაქიდან ახალ სადგურს ვერტმფრენით ელოდებიან. მთაში ნისლია და ხილვადობა ჭირს. ვერტმფრენიც ამინდის გამოსვლას ელოდება. ისინი კი აგრძელებენ მუშაობას. შეფერხება ყველგან ხდება. თავარია როგორ რეაგირებთ. წვიმის, ქარის, თოვლის შემთხვევაში უმოკლეს დროში უნდა აღოდგინოთ კავშირი. ვერტმფრენი ქალაქში ბრუნდება. მაგთის ინჟინერ-ტექნიკოსები კი ისევ ფეხით ეშვებიან დაღლილები, უძინარები, მაგრამ მისია შესრულებულია. კავშირი აღდგენილია.
საიმედო კავშირი და მაგთის ხარისხი არც სარეკლამო სიტყვებია და არც მხოლოდ ტექნიკური პარამეტრი. ეს პასუხისმგებლობაა, რასაც მაგთი და თითოეული მაგთიკომელი იღებს იმისთვის, რომ კავშირი არასოდეს შეწყდეს. ხანდახან კავშირი ერთი სიტყვაა. ხან სიტყვებიც არ სჭირდება და უბრალოდ იმედია. მთაში მარტო დარჩენილი მოხუცებისთვის, ემიგრაციაში წასულების ახლობლებისთვის, საზღვარზე მყოფი ჯარისკაცების მშობლებისთვის, გზიდან მომლოდინე საყვარელი ადამიანებისთვის და ბევრი სხვისთვის. კავშირის საიმედოობას კი ყოველდღე ვიღაც ინარჩუნებს, ავითარებს და აძლიერებს. ისინი არც გმირები არიან და არც განსაკუთრებული ადამიანები. ისინი უბრალოდ მაგთიკომელები არიან. საკომუნიკაციო ხაზზე დგანან და ჩვენს საიმედო კავშირს იცავენ.